ინფლაციაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას არ იქონიებს, ვინაიდან ფასებისთვის არანაირი ეკონომიკური საფუძველი არ არსებობს. ბატონო, ნოდარ მაყურებელი შემოვიყანოთ, ეგება მართავს ხომ ეს საზრე. ძალიან კარგია ეს ოპტიმიზმი, მაგრამ რატომ არ არსებობს ფასების ზრდის ეკონომიკური საფუძველი? ამას მე ვერ ამიხსნის. ეხლა დაალაგებული. არა, გაიხედოთ, შედი მაღაზიაში შედი ბაზარში და ბაზარზე მისწრები დღეს. მაყურებელს შემოვიყვა რა თქვენ ცნებასო. გიცნობ, დიახ ეთერში ხარ. დიახ. ბატონ დავით, მოგესალმებით ბატონ დავით. მოხარული ვარ რომ არსებობს ტელევიზია კავკასია და არსებობს თქვენ მოგესალმებით თქვენ ძირფასტუმრეს ბატონ მოდარს ბატონ დემუს ასევე წინა ბლოკში ყავდა თქვენ სტუმრები ბატონი მამუკა ვერ გამოვედი საბადო შეკითხვა რა გაქვს იცით რა არაფერი შეკითხვა რა მაქვს ერთი გულის ყივილი უნდა როგორ შეიძლება საქართველოს ყავდეს ასეთი სპეციალისტები ასეთი მამული ქართველები და მაინც იყოს ασეთი მდგომარეობა საქართველოში. Studi menedžerები ერთობა. უნდა შეიცვალოს. ალბათო. დიდი მადლობა უკაცრავად, რა ჩვენ მაინც აი ამ თემის შემოვწრიალეთ. ეხლა მოდელი კომენტარი რა მამაობელი ბატონო და ზუსტად იგივე აზრისა, თუმცა ჩვენ არ გვიგნე რასაც ეხლა ვაპირებთ მას. მე არ მეგონება ნორმალური ადამიანი დღეს რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და რაღაცა აკავშირებს ამ ქვეყანასთან რომ გახარებული იყოს იმით რომ შეიძლება რომ ხელისუფლების თქვა მდგომარეობა იმის გამო რომ სოფლიოში კრიზისია და ასე შემდეგ საშინდად გაუარესდეს და ამით ქვეყანაში ძალიან ცუდი ვითარება შეიქმნას მე მგონი ასე ავამტყუხდათ შეიძლება თითოეული ადამიანი აგდოს ჩვენი თავარი ამოცანა იმდენ ინტერვიუებს საზღვარგარეთაც აკად იმიტომ ვიძლევდით რომ ჩვენ გვინდა კონტაქტი გქონდეს ხელისუფლებასთან და ვიყოთ თანამონაწილენი იმ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენ კი არ ვიღებთ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ხელისუფლების ვთქვათ იმ პირებმა რომლებიც დღეს კანონით და კონსტიტუციით თუ როგორც არის რეალურად მიიღოს მაგრამ გადაწყვეტილების გამომუშავების პროცესი არის ხელუხლებელი ნორმალური ქვეყანა თუ გვინდა ჩვენ რომ გვეუბნებიან ასეთ რაიმეს ახალგაზრდა კაცია მე მგონი განუცლებული კაცია რატომ უნდა თქვა დააწვეს მას ისეთი თვითი რომ არასწორი გადაწყვეტილებით ხვალ და ზეგ მოხსნან და შემდეგ ამით მისი თქვა მდგომარეობა მომავალი 10 წლის შემდეგ უნდა 15 წლის შემდეგ ხომ ისე გონია რომ ეს მაგის გადაწყვეტილება არა მე ზუსტად მაგის თქვამიდა რა ზუსტად მაგის თქვამიდა ახალგაზრდა პერსპექტიული ახალგაზრდებია რომლებიც ნელ-ნელა ცოდნას აკრიბავენ და ხვალ და ზეგ და 5 და 10 წლის მერე ისევ სახელმწიფო სამსახურში და საზოგადოების სამსახურში დაეყვნენ დღეს ისეთ რამეს აკეთებინებენ ამ კაცს რომ შეიძლება ხვალ და ზეგ მოსახსნელი გახდეს ამაღლებელი იმიტომ რომ ისე წავა კურსი ვითომ არაფერი იმიტომ რომ ის რეზერვები რომელიც არის ჩვენახევარი ეყოფა დიდი მაქსიმუმ თუ კი დაჭერაზე წავა საქმე და ამ კურსს საიდან უნდა იყოს იქ რეზერვების იმ დონეს რომელმაც მიაღწია რაღაც ჩვენი ქვეყნისთვის ასე ცოტა არ არის მაგრამ ესეც არ არის რაღაც განსაკუთრებული მოცულობის ხო ამასაც თავისებურად სწორი გამოყენება უნდა მარტო კურსის დასაჭერა და აბსოლუტურად სწორად თქვა ახლა იმან რომ კურსი არასწორად იყო გამყარებული ხელოვნურად იყო ვაფა რას ვიძახი მე ამდენი წლის გამო რატო ამყარებთ ამ კურსს კაცო ქვეყნის ეკონომიკას პირიქით რაღაცა სხვანაირი ხელშეწყობები უნდა და კურსს რო გაამყარებ და ასეთ საბანკო სისტემა შექმნი და ათასობით საქმიან ადამიანს საქმიდან ჩამოაცილებ იმის გამო რომ ხელმიუწვდომელია ელემენტარული თქვა სამოძრაო საბრუნავი სახსრები რომ ადამიანმა ბიზნესი აკეთოს და ასე შემდეგ ხომ მე ჩდება პრობლემა ყველაფერი სწორად იყო ნეგატიური შეფასებისა გამყარებისა თუმცა ჩვენ ძლიერი როგორი იყო განმარტება ძლიერი ეკონომიკა გვქონდა და ამიტომ ესე იგი ჩვენი ეროვნული ვალუტა მყარდება ძლიერ ეკონომიკას ვალუტის გამყარებასთან არაფერი კავშირი არ აქვს ბატონო ფერაფერხობი ზემინდა პატარათი შევეკამათო მაგრამ პრინციპში ეკონომიკურ აზრზე კი არ არის უბრალოდ მე მგონი წარმოშობაზია იმერელია და ამიტომ უსვავს ხას რომ განათლებული ახალგაზრდა კაცია მე მაგას ვერ შევეკამათები ალბათ განათლებულია მაგრამ აბსოლუტურად არაპროფესიონალია და თვითონ ვარ არაპროფესიონალი ეს კიდე სხვა უბედურება ეხლა რომ ბრძანა ბატონმა მოვალეური შემსრულებელმა რომ
ჩვენ ვისაუბრეთ, თქო როგორ გონიათ, ბანკირები შეიკრიბნენ და ეროვნული ბანკი არა, წარმოუდგენელია, ვისთანაც უნდა შეიკრიბოს. დავით, თავარი უბედურება, თუ გნებავთ, თავარი კი არა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უბედურება იმაშია, რომ ეროვნულ ბანკში აღარ დარჩა ეროვნული ბანკის სპეციალისტი საერთოდ. და ესენი ჩემი შვილები და ბიძაშვილები კი არისგან, ესენი იყვნენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, რომელმაც საბჭოთა კავშირის გამოცდილება კი არის. აი მოვიყვანეთ სულ ახალგაზრდა ხალხი და 3-4 წლის განმავლობაში კვარტალში ერთხელ მაინც მიდიოდნენ ზოგი ამერიკის ცენტრალურ ბანკში, ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, ზოგი ჰოლანდიაში სტაჟირებას გადიოდნენ, მოვამზადეთ უზარმაზარი ფული დახარჯეს ჩვენმა დონორებმა. ჩვენი ფული არ იხარჯებოდა იქ როგორც წესი. მის ფულიდან ტრანსპორტირება და ყვება და ყველაფერი იმათი იყო. ეს ხალხი სულ ყველა გაუშვეს. და ეხლა გეუბნებით, ეროვნულ ბანკში ჩემი ნაცნობი აღარ დარჩა არავინ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნაცნობობაზე და ბიძაშვილობაზე კი არა ლაპარაკი. ეს იყო ხალხი, იქიდან გამომდინარე, რომ იცით, რომ საქართველოს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს არ ყავდა ცენტრალური ბანკის სპეციალისტი და არ შეიძლებოდა ყოველდღე ცენტრალური ბანკის ფუნქციები არ ჰქონდა რესპუბლიკაში. ამიტომ იძულებული გავხდით, რომ უბრალოდ ნიჭიერი ახალგაზრდა რომელსაც ინგლისური ცოდნა ჰქონდა, რაც თავარია, იმიტომ სამართლოსფერო სოფლიოში ინგლისური გავაგზავნეთ, მთელი სოფლიო მოვატარეთ, ვასწავლეთ ამას და კაციშვილი აღარ დარჩა იქ. აი რატო გავუშვათ? არ ვიცი, მაგრამ სამჯეროც ჩემაკეთებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სტილია. მოდის ახალი შემდგომელი მოყავს თავისი ხალხი და თავისი ხალხი არ შეიძლება ყავდეს იმას მომზადებული ცენტრალური ბანკის სტრუქტურისთვის. შეიძლება ვთქვათ იგივე ბურჯეროდეს ყავდეს მომზადებული კომერციული ბანკის სტრუქტურისთვის. ეს სხვა რამე აბსოლუტურად სხვადასხვა საქმეა ეს. და აი გეუბნებით ეროვნულ ბანკში რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იციან რა არის ეროვნული ბანკი, ქვეყნის ცენტრალური ბანკი, მე განკურნებ იმასთან დალაპარაკების შემთხვევაში აი ამისთანა გამოსვლა მაინც არ იქნებოდა გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოხდებოდა. ამიტომ მგონია ეს თქვენ დავით შეგიქვა, რომ ისინი ზანებით მე ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად ვინ გასცა ეს ზანება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული ბანკი დღეს არ ღებულობს ამისთანა გადაწყვეტილებას და მის უმეტეს მისი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი. თვითონ ესეც ნიშნავს, რომ ხალხი პრეზიდენტ ნახევარია თუ არ ვიცი რამდენი ხანია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ესეც ნიშნავს, რომ ჭირდება ყველაზე ცუდი რა არის, ეს ბატონო ვინ იღებს გადაწყვეტილებას? აი კონკრეტულად X პიროვნება, ხო? იქნებ ცნობილი იყოს X პიროვნება, რომ ამის პიროვნების პასუხისმგებლობაზე კი არ იყოს საუბარი, ამის პიროვნებას უთხრა, რომ მე ჩემოყარგო არ არის სწორი. იქნებ უკეთესი სხვანაირად იყოს, იქნებ მასა არგუმენტები სხვანაირი, რომელიც აი ბატონო დავითმა, ზანა რომ ერთბაშად არის სწორეო. თანაც არასკევსო. აი ეს ორი მე თუ მკითხავთ ყველაზე დანაშაულებული რაც მოხდა, ნახეთ, ჩვენ მაგით დავიწყეთ, მანამ ბატონი გემური შემოგვიერთებოდა. ერთდროულად, ერთბაშად და არასკევს ამის გაკეთება ქმნის უზარმაზარ პანიკას. პანიკა საერთოდ არამარტო ბანკთა შორის იხურება, არა მარტო ეკონომიკაში, ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში, არა მარტო ადამიანურ ურთიერთობაში, ცხოველთა სამყაროში გადახვიდეთ, პანიკა ყველაფრის დამღუპელია. აი როცა იძახიან ადამიანი პანიკაში იყო, ამას მხოლოდ იმიტომ იძახიან, რომ ისი აბსოლუტურად წარმოუდგენელი და გაუჩნდელი უაზრო მოქმედებები გაამართლო. მხოლოდ ეს ამას იწვევს პანიკა. ამათ შექმნეს პანიკა. რატო შექმნეს? ზოგადად მათთან აინტერესებს. ეროვნულ ბანკში ძალიან საშიში პრეცედენტი. პირველი რა მომივიდა, იცი ბოდის ვიქნები. ეს რომ გავიგე რომ მოხდა, ხო იცით მე ხალხის შეხედა ჩამოვივარ და შეიძლება კაი ხანი არ გამიგო. თავიდან ვიფიქრე რომ ეს იყო ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯი. ეს იყო 7 ნოემბრის მომენტი რა. თქვენ დღეს უკვე შეუძლებელია ხიშტების გამოყენება, იმიტომ რომ ამას აღარ სოფლიო დაუშვებს, აღარ ქართული ხალხი, ამიტომ აი გამოხვედით ხო ქუჩაში და ისაჯეთ ამით. და მე მეგონა მე გააკეთებდა ხელისუფლება განცხადებას, რომ აი ბატონო, თქვენმა აქციებმა გამოიწვიეს ეს, მაგრამ არა აღიარეს, რომ ეს თურმე შეგნებული ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯი ყოფილა, აქ უკვე მე ბოდის ვიხდი იმ განცხადებებზე მე გავაკეთე გუშინაც და ჩემი მოსაზრება, იმიტომ რომ ჟურნალისტები რო ეკავენ მეკითხები პირველ რიგში, რომ რა თქვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. ისინი ხმას არ იღებენ. ხელისუფლების პატრონები არაფერი, აბა მე უცხარე მე ვანგა ხუარა ზოგადად რა გითხრათ. შესაძლებელია ესეთი რამეც იყოს. გამორიცხული ეხლა თუ რახან აღიარეს, იმიტომ რომ ეს შეგნებული ნაბიჯი იყო. აი ეხლა აი ამას დასკვნა რა გითხარი. ეს არის ან უვიცობა და ან დანაშაულებრივი ქმედება, მაგრამ აპატიის უვიცობა ისიც რაც ნიშნავს. და ხუმოების